სახელითა მამისათა დაზისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის სიტყვები განსაკუთრებით დიდ მარხვაში ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა ნათელი ქრისტესი განანათლებს ყოველთა და განსაკუთრებით განანათლებს იმათ რომელნიც მზად არიან მიიღონ ეს ნათელი აი ამასთან დაკავშირებულია სიტყვები უფლისა იყავით სრულყოფილნი ვით არსა მამა თქვენი ზეციერი სრულყოფილ არს შეუძლია ადამიანს იყოს სრულყოფილი ვით არსა მამა ზეციერი რა თქმა უნდა ვერა მაგრამ ეს არის მითითება იმაზე რომ ადამიანის სრულყოფა დაუსრულებელია აი დღეს ორიოდე სიტყვით მინდა ვისაუბროთ განათლებაზე საერთოდ ჩვენ ცხოვრობთ ისეთ დროს როცა ადამიანმა გადადგა უზარმაზარი ნაბიჯები წინ განათლებაში, ცოდნაში უпростоრად. გადადგა უზარმაზარი ნაბიჯები ტექნიკაში. მაგრამ ამავე დროს გადადგა უზარმაზარი ნაბიჯები უკან სულიერობაში. სულიერ ფასეულობაში ვინ წარმოიდგენდა რომ ის იდეები რომელსაც დღეს იცავს ზოგიერთი თუნდაც ერთ სქესოვანი ქორწინება და მრავალი კიდევ სხვა ვინ წარმოიდგენდა ერთი 100 წლის წინ რომ ეს დრო მოიდოდა განათლება უპირველეს ყოვლისა სულიერი განათლება როცა ჩვენ ლაპარაკობთ იმის შესახებ რომ საჭიროა განათლება და ჩვენ გულისხმობთ არა მარტო ცოდნის მიღებას არა მარტო იმას რომ ადამიანმა უმაღლესი დაამთავროს არამედ ჰარმონიულ სრულყოფას ადამიანისა ესე იგი სრულყოფას ცოდნაშიც და ცხოვრებაშიც ზრდილობაშიც ჩვენ ცხოვრობთ იმ დროს როცა ჩვენ ძალიან ბევრს ლაპარაკობთ ცოდნაზე. რამდენი შრომა დაიკარგა ამაოდ. რამდენი
კაცი დიდი განათლებული ადამიანები მუშაობდნენ და მუშაობენ დღესაც ამ პრობლემაზე, მაგრამ ჩვენ გვაიწყდება ერთი რამ, განათლება უпросторად ცოდნის მიღება ურწმუნო ადამიანის მიერ მეტად საშიშია თვითონ იმ ადამიანისთვისაც და ოჯახისთვისაც და საზოგადოებისთვის. ის თავისი ცოდნა შეიძლება გამოიყენოს ბოროტად. აი ამიტომ უნდა იყოს ადამიანის, ბავშვების და საერთოდ ადამიანის აღზრდის პროგრამა, აღზრდა გამოხრჩა ჩვენ და ამთავრებენ ახალგაზრდები უმაღლეს სასწავლებელს ცოდნა დაბალია და აღზრდა საერთოდ არ არის. მე მახსენდება ჩემი წლები სწავლისა საშუალო სკოლაში. ჩემ კლასში სწავლობდა ერთი ბიჭი, მეზობელი ჩვენი, რომელიც იყო ვაღრესად ნიჭიერი. ეს იყო ის დრო, როცა პირველად შემოვიდა ოქროს მედალი. დაამთავრა მან საშუალო, შემდეგ დაამთავრა სამედიცინო აკადემია პეტერბურგში და გამოვიდა უროლოგი. ესე იგი ის ნიჭი, რომელიც მას გააჩნდა, ჩაიხშო აი ამ ვიწრო ცოდნის მიღებაში. იმდენად რთული დრო იყო. დამთავრების შემდეგ იგი დანიშნეს იმ ქალაქში, სადაც იყო ჩვენი სასულიერო სასწავლებელი, სემინარია და აკადემია. და მას არ ჰქონდა უფლება, რომ დაერეკა ან ეთქვა ჩემთვის, რომ მე ახავაროა. ესე იგი მე არ ვიცოდი, რომ ჩემი მეგობრები ვიყავით და იმდენად შეიპყრო შიშმა. მე მინდა ვთქვა, რომ როცა დავით აღმაშენებელი ხსნის გელათის აკადემიას, იგი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს მეორე იერუსალიმი თავისი სულიერობით და ახალი ათინა. ესე იგი იერუსალიმი თავისი სიწმინდი, თავისი
ლოცვი თავისი კეთილი საქმეებით თავისი რწმენით აი ამიტომ ჩვენმა მეცნიერებმა უნდა იფიქრონ არა მარტო ცოდნაზე, ცოდნის მიღებაზე, არამედ აღზრდაზე. აღზრდას უნდა არა მარტო სკოლა, არამედ ეკლესიაც და ოჯახიც უნდა აძლევდეს. თუ იქნება განათლება და აღზრდა, ბედნიერი იქნება ის ადამიანი. აქ ჩვენთან ბრძანდებიან ჩვენი მეცნიერები და მე მინდა ვთხოვო მათ, რომ მათ იფიქრონ ამ პრობლემაზე. ყველაფრის შესწავლელი სასწავლებლებია ტექნიკური, ფილოსოფიური, მაგრამ მე მინდა კიდევ გავიხსენო, რომ ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა დაიხურა ფილოსოფიის ინსტიტუტი, რომელიც არსებობდა მეცნიერებათა აკადემიასთან. დაიხურა ფსიქოლოგიის ინსტიტუტი და მრავალი სხვა. ეს ამან კიდევ უფრო მეტად გამწვავა ეს საკითხი. აი ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ განათლების სამინისტრო იფიქრებს ამაზე, თუ როგორ შეიძლება შეიქმნას აღზრდის პროგრამა და რა უნდა დაეკისროს ან სკოლას, ან ოჯახს, ან ეკლესიას ამ დარგში. მე იმედი მაქვს, რომ ჩასწვდებიან ჩვენი მეცნიერები ამ რთულ საკითხს და ჩვენ მივიღებთ კარგ პროგრამას აღზრდაში. მე კიდევ ერთხელ მინდა შევთხოვ უფალს, რომ უფალმან ძალიერსათვის მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერითვისი მშვიდობით. დღეს არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული, რომელსაც ეწოდება მოულოდნელი სიხარული. მოულოდნელი სიხარული მოგცეთ მამა ზეციელმა თქვენ და საქართველოს. ჩვენთან არს ღმერთი. არს და იყოს. დღეს ჩვენ ვლოცავთ დაცვის კომპანია ალგანი, რომელიც უზრუნველყოფს სასულიერო სემინარია აკადემიას ელექტრონული მონაცემთა ბაზით. მისი ხელმძღვანელები არიან ალექსანდრე გაგნიძე, გრიგოლ ნემსაძე. ღმერთმა დაგლოცოთ, მადლობელი ვართ თქვენი ყურადღებისათვის, სახელითა მამისათა, კაცისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. შევახსენებთ, რომ
ოთხშაბათს არის სპირიდონ ტრიმითუნთელის დღესასწაული და წირვა-ლოცვა იქნება აქ. დაოცვილი და გახარებული იყავით.